დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს დაქვემდებარებაში იქნება. საზღვრის დელიმიტაციის შემდეგ კი ხაზი, რომელსაც აზერბაიჯანის შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, აზერბაიჯანულ მხარეს დარჩება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა. მას შემდეგ, რაც სამშობლოში ილჰამ ალიევი გააცილა. დავით გარეჯის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. არის ორი საკითხი. ერთია სტრატეგიული სიმაღლე, რომელსაც აზერბაიჯანისთვის აქვს სამხედრო მნიშვნელობა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის, მათი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ გარეჯის მონასტერი, რომელიც არის უძველესი, უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლი. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში უნდა შევხვდეთ ჩვენი სამუშაო ჯგუფები და საზღვარი დაიხაზოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც ქვეყნში იხდება აზერბაიჯანს დარჩეს, იყოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად აღმოჩნდეს საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე.